სადევნებთ თვალს როგორ შემოდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გიორგი ვაშაძის ოფისში. გიორგი ვაშაძემ დაახლოებით 10 წუთის წინ დარეკა 112-ში, რადგან ამ დრომდე არ იყვნენ აქ მოსული პოლიციელები, მოსამართლემ განაჩენი 12 საათზე გამოაცხადა და თქვენ ხედავთ რომ მაგრდებიან ახლა ოფისის შესასვლელთან. ჩვენ აი უკვე გიორგი ვაშაძესთან იმყოფებიან როგორც მე მატყობინებენ პოლიციელები. დაკავებული ხართ ღირსების ამკვეთა და დამშვიდით რა თორე რა მაგასაც დაიწყე დაკავდებით გული გამისმედება ხალხენ დაგეკავებიო ძიძინა და პოზიტივა დიდად არა მოხდა მალე მოკლედ ხალხო ბრძოლა ბოლომდე ერთიანობით ღირსებით ეს არის ყველაზე ასე ხელბორკილები დაადეს გიორგი ვაშაძეს ძალის გამოყენებით ცდილობენ გაიყვანონ მაშინ როცა პოლიტიკოსი საკუთარი ნებით მიყვება თუმცა ძალადობრივ მექოძე გადავიდა პოლიცია რატომღაც და ახლა კორიდონი აქვს გააკეთებული და ჩაყავთ გიორგი ვაშაძე ტერიტორიიდან ჩასვავენ მას მანქანაში. ხედავთ რა რაოდენობის პოლიციელები არიან ადგილზე მოსული. ვაშაძეს უკვე დაადეს ხელბორკილები, გესმით შეძახილები, ცეცხლი ოლიგარქიას ბრძოლა ერთიანობით. ეს იყო გიორგი ვაშაძის სიტყვები. თქვენ ხედავთ რომ პოლიციელებს დაყავთ ახლა ვაშაძე, მას ჩასვავენ და ხედავთ რომ ძალის გამოყენებით ხდება მისი გაყვანა ტერიტორიიდან. არა და თავად გიორგი ვაშაძემ დაურეკა პოლიციელებს რომ მოსულიყვნენ, რადგან დააღესრულებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ კაცს გიორგი ვაშაძე ჩასვეს მანქანაში და აი გაიყვანეს მას. ახლა წაიყვანენ თაბუკაშვილის განყოფილებაში. ჯერ მოხდება სწორედ თაბუკაშვილის განყოფილებაში მას ოფიციალურად წაუკითხავენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უკვე გიორგი ვაშაძეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში წაიყვანენ. ბრძოლა ერთიანობით ეს იყო გიორგი ვაშაძის სათქმელი. დღეს ბოლო სიტყვები სწორედ მაშინ როდესაც მას ხელბორკილებს ადევდნენ უკაცრავად ვიდრე გიორგი ვაშაძეს დაიჭერდნენ და ხელბორკილებს და მან საგანგებო განცხადება გააკეთა, მიმართა ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა რომ მას აუცილებლად მოუწევს საქართველოს დატოვება. ის არის ქართველი ხალხის მტერი. ერთადერთი რაც ივანიშვილმა გიორგი ვაშაძის შეფასებით გააკეთა არის ის რომ ციხე გადაავსო პოლიტიკური პატიმრებით, ასევე მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს და თქვა რომ ქართველი ხალხი არის ბრძოლისთვის მზად და პარტნიორებმა ახლა უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს ქართულ ხალხს, იმ ხალხს ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის. გიორგი ვაშაძეს ნომინირებდნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359-ით ქართლის წინააღმდეგ დაშავების ჩადენისთვის და საჯარის სახელმწიფო მანქანის სასროლს 7 თვით თავისუფლების საკუთრებით. მასზე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის საკავშირო უფლება, ასევე გიორგი ვაშაძეს საჯარის მომცველებსაც დაიყოს გადაჭრა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტი. უკანონო გადაწყვეტილება არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ ნორმას, პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად უარყოფს იმას, რასაც ბრალდების მხარე ცდილობდა დაესაბუთებია. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ არ გაგვკვირვებია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთგვარი ჩელენჯი აქვს მოსამართლეებს გამოცხადებული, გამოსაცნობია მხოლოდ რომელ ბრალდებულს რამდენ თვეს შეუფარდებენ. ეს არის პირდაპირი დავალება ოცნებისგან და ამ დავალებას სასამართლო პირნათლად ასრულებს. სააპელაციო სასამართლო ისევე მართულია როგორც საქალაქო სასამართლო. ჩვენ კანონით განსაზღვრულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, თუმცა იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში
პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საქმეებზე სადმე სამართალს ვიპოვით არ არსებობს. სამართლებრივი თვალსაზრისით არც კომისიაზე დაბარების გადაწყვეტილება არსებობს, არც ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დასტური. შესაბამისად, ამ საკითხს აი აქ სასამართლოში არ უნდა ვარჩევთ. ბრალდების მხარე მოელოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას, ვინაიდან საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერეცხული ქმედების ჩადენას, რაც შეეხება გამოყენებულ სასჯელს, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით მისდება არ გაუკეთებია სასამართლოსთვის, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით. ტოტალური უსამართლობა, ეს არის გიორგი ვაშაძის შეფასება იმ პროცესების შემდეგ, რომელსაც ის თვალს ადევნებს ჩვენს ქვეყანაში. გიორგი ვაშაძე უკვე მეშვიდე პოლიტიკური ლიდერია, რომელიც არის დაპატიმრებული თეატრალ-ოკეანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, როგორც ვაშაძემ განაცხადა, ის უფრო მეტად გაძლიერდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ და მისი მთავარი გზავნილი ახლა საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, მისი თანამებრძოლებისთვის არის ის, რომ ერთიანობა უნდა იყოს აუცილებლად პოლიტიკურ სპექტრში იმისთვის, რომ გამარჯვება უფრო მალე დადგეს. ეს არის სწორედ მთავარი სათქმელი გიორგი ვაშაძის დღეს ერთიანობასთან დაკავშირებით სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მადლობა. Particulars test platforms ახალი ძალებით მოიკვიდოს და ყველა ერთად გავიმარჯვებთ აუცილებლად. გამძლეობა. მაგაც ხდება ყველა. მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება საზოგადოებას ვეუბნები, ჩემ პატიმრობა მართლა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა უსამართლობას დღეს ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში. მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდოს, ყველა ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს და კიდევ უფრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მიმართავ ბიძინა ივანიშვილს. შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ციხეში მე და სხვა კი არა, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა. და იცოდე, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო, ადამიანობა, ღირსება, ოჯახი, ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. მე ვარ ერთი იმ 10,000-ობით და 100,000-ობით ქართველს შორის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. ხოვთ ერთადერთ რამეს, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. ძალა ერთობაშია. დაველოდები აქ ჩემს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად და შემდგომ უკვე გადავინაცვლებ რუსთავის დაწესებულებაში სხვა ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად და ალბათ ისინიც მიყურებენ ახლა ეთერში, პირდაპირ ეთერში მოკითხვა აქედან ყველას არც ერთი ნაბიჯი უკან, ხოლო წინ, ხოლო გამარჯვებისკენ და შიშარა ივანიშვილი თავისი კობახიძეებით აუცილებლად ძალიან მალე დამარცხდება. მაშასე ხელბორკილები თეატრალ-ოკეანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გიორგი ვაშაძესაც დაადეს. მას ჯერ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეასახლებენ. გიორგი ვაშაძის ძმა იმყოფება ახლა ჩვენთან ერთად. დავით, რას გვეტყვით აი ამ პროცესებზე? გიორგი თავადაურეკა 112-ს რომ მოსურიყო, თუმცა მაინც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის გამოყვანას. აი რა შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, რატომ მოიქცნენ? ხო, თითქოს ეს ქონდა დაგეგმილი, რომ რაღაც ეჩვენებინათ ძალა. ჩემთვის რთულია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გიორგი ჩემი ძმა არის, მაგრამ თვითონ მზად იყო ამ ყველაფრისთვის და რა ვიცი, ეს ბრძოლა გრძელდება, ჩემ ძმასაც გამოვიხსნით და ყველა პოლიტპატიმარს მალე დავიბრუნებთ და მთავარია ქვეყანას დავიბრუნებთ მალე უკან. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად თითქოს აი გუშინ არ მოეწონათ როგორი დაკავებებიც იყო დღეს, ეხა მოდი უფრო მეტი ძალა ვაჩვენოთ, ეს ნიშნავს რომ თვითონაც არ იციან იმდენად დაბნეულები არიან, როგორ გააკეთონ, რანაირად გააკეთონ, ეგეც ის არის, ხო? იგივე ვის რამდენ უზჯიან ეგეც ჩანს, ხო? ზოგს ისე უზჯიან, ზოგს
და რა ვიცი, აი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ჩემი ხო აზრით გიორგიმ რაც დაგიბარათ ოჯახის წევრებს, ბავშვებს დაემშვიდება როგორც ვიცი, დილით ხო წამოვიდა ოფისში, იცოდა რომ სასამართლო პატიმრობაში უყარდა. ნუ ძირითადად იმაზე რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ეს, მაგრამ ოჯახს რაც შეეხება, რა ვიცი, თავისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პერიოდი, ალბათ თავისთავთან დარჩება, რაღაც უფრო მეცი ფიქრებს, რაღაც მე უფრო ცოტა მიჭირს როგორც პოლიტიკოსზე ვისაუბრო ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩემს ძმაზე ვლაპარაკობ და ნუ ნახოთ ყველაფერი გრძელდება და მალე გამოვაგარეთ. დიდი მადლობა აუცილებლად. აქ ბუნებრივი ემყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც, ირაკლი კუპრაძესთან გავაგზავნებთ ახლა საუბარს. ირაკლი, ვნახეთ რომ მეშვიდე ლიდერი არის გიორგი ვაშაძე, ვისაც დაადეს ხელბორტილები. როგორც შეაფასებთ აი ამ პროცესებს, როგორც ჩანს გუშინ არ მოეწონათ რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩუმად წაიყვანეს რუსთავის დაწესებულებაში, დღეს გადაწყვიტეს ეძალათ ვაშაძეზე ძალის გამოყენების გამოიყვანეს ტერიტორია. სრულიად უცნაურია ისტერიკაში ჩავარდნილი ქართული ოცნება და ივანიშვილი, რომელიც ხედავს გაბედულ მამაც პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც მზად არიან პატიმრობისთვის, თუნდაც დაიცვან ის პრინციპულობა, რომ არ აღიარებენ არალეგიტიმურ პარლამენტს და მზად არიან ამისთვის ციხეში კი წავიდნენ. ამის ხილვა იმდენად არ უნდა და ეშინია ივანიშვილს, რომ აი უფლებებიც კი არ გააცნეს. ადამიანს, რომელმაც თავად დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უთხრა რომ მოდით, აქავარ, გელოდებით. მაგრამ უფლებებიც არ გააცნეს, უცებ ხელბორტილები დაადეს, იმიტომ რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მამუკას და ბადრის მაგალითზე ძალიან ცალსახაა სიმამაცე გაბედულება ისეთივე როგორც გიორგისთან, რომლებიც გაწელში გამართული ამაყი სახით უსმენენ იმ რაღაც სისულელეს, რომელსაც აცნობდნენ განაჩენის სახით. ამის კიდევ ერთხელ ნახვა არ უნდა და პირდაპირ დაადეს ბორკილები და გაიტაცეს გიორგი ვაშაძე. ეს მარტივი მოცემულობა, სადაც გრძელდება ბრძოლა, წინააღმდეგობა, მეტი მობილიზაციით და მეტი ერთობით ოპოზიციაში. დიდი მადლობა ირაკლი კუპრაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ვანო წერეთელს გავესაუბრებით ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ყველამ ერთად ვადევნეთ თვალი, როგორ დააკავეს გიორგი ვაშაძე და მისი მთავარი გზავნილი იყო ერთიანობა და ერთიანობა. რას ფიქრობთ თქვენ, როგორი უნდა იყოს ამ რეპრესიებზე პასუხი თქვენისა? კი, ნამდვილად ერთიანობა, ერთადერთი რამ დარჩა გასაკეთებელი, რაც ხალხს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება და რასაც ისტორიაც გავალდებულებს, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ის რაც ახლა მოხდა, რაც მანამდე ჩვენი ლიდერების, იმ ადამიანების დაჭერით, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან, ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სპობს ამ ქვეყნის მომავალს, ხო? უკავშირებს ირანს, უკავშირებს რუსეთს და გვართმევს შანსს, რომ დაუბრუნდეთ ევროპაში, დაუბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, სწორედ ერთიანობით უნდა უპასუხოთ, მოვძებნოთ ის საყრდენები, რაზედაც თანხმდებით. თანხმდებით ერთზე, რომ ბრძოლა, ქუჩაში აქციების გაფართოება, დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება და ამ ისედაც არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული ხელისუფლების არალეგიტიმაციის გაღრმავება. ეს არის მთავარი მიზანი. მადლობა ძალიან დიდი. მაშასე ასეთია ვითარება სტრატეგია აღმაშენებლის ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, ხელბორტილები დაადეს გიორგი ვაშაძეს. თქვენ ხედავთ, რომ პოლიციის დანაყოფების ნაწილი აქ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძე უკვე გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და რამდენიმე წუთში მას უკვე რუსთავის მე-12 დაწესებულებისკენ წაიყვანენ. აქ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებოდნენ, კეთდებოდა განცხადებები ერთიანობასთან დაკავშირებით, ბრძოლასთან დაკავშირებით, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ კონსოლიდირება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი. ზედმეტია სიტყვები სოლიდარობის, იმიტომ რომ სოლიდარობა არა, შური უფრო მაქვს, იმიტომ რომ დღეს გიორგი არის საამაყო, დღეს გიორგი არის ღირსეული. და დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით. ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება სისტემა. ამიტომ გავერთიანდეთ და მე გიორგის მინდა პირობა დაუდო, როგორც ყველა ჩვენ სხვა პატიმარს, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის, რომ ერთიანად დავამარცხოთ ეს სისტემა. ყველა ერთად ვიმყოფებით აი ამ პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობაში და ამ ყველაფრის დასრულება არის ჩვენ ხელში, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი წინააღმდეგობის გაგრძელებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება
იმიტომ რომ სხვაგვარად ისტორია ჩვენ არ გვაპატიებს აი ამ ძალიან მძიმე რეალობას. სისტემა როგორც შავი ხრელი მოითხოვს თავისუფლების სრულად შთანთქმას და განადგურებას ყველა იმ ადამიანში, ვისაც ეს თავისუფლება გააჩნია. ამიტომ დროა რომ ჩვენ ეს თავისუფლება გამოვიყენოთ არა როგორც ფარი, არამედ როგორც იარაღი ჩვენი ბრძოლის და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ერთადერთი გამოსავალი ეს არის სრული კონსოლიდაცია. ჩვენი სრული კონსოლიდაცია, როდესაც უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობის გარეშე მართლაც სრული მობილიზაციის გარეშე ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა არათუ ეს ადამიანები დავიხსნათ ციხიდან, არამედ უბრალოდ ეს ქვეყანა გადარჩეს. არჩევანი არის ერთი, ან ჩვენ ვიბრძვით ყველა ერთად, ერთიანი, არ ვიცი, პლატფორმით, ერთად ყოფნით, ერთი მოსაზრებით, ერთი იდეით, ან ესე სათითაოდ გახრიჩავს ოჯახებს და დააპატიმრებს ყველას. აქ ვართ ყველა. ბესპრიზელში ივანიშვილის გადაწყვეტილია ყველა გაუშვას ციხეში და მე მინდა საზოგადოებას მივმართავ, როცა ნიჰილის თესავს და პროპაგანდას საუბრობს და სად არიან პოლიტიკოსები, სად არიან და ბიზინა ივანიშვილმა გაუშვა უმეტესობა ციხეში. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ბიზინა ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა. ნუ გეშინიათ ამ სიტყვათა წყობის აბსოლუტურად მშვიდობიანად შეიძლება რეჟიმის ჩამოშლა და დამხობა და ივანიშვილს სხვანაირად ვერ დავამარცხებ. მაშ ასე გიორგი ვაშაძე რიგით მეშვიდე პოლიტიკოსია, ვინც იმის გამო, რომ სადავო პარლამენტის ლეგიტიმაცია არ აღიარა, იმის გამო, რომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდა, თეოწულკიანის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ხელბორკილები დაადეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოკეთეს. 7 თვე განუსაზღვრა მოსამართლემ ციხეში ყოფნის ვადად გიორგი ვაშაძეს იანვრამდე სწორედ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უნდა იყოს გამოკეტილი. ასეთი არის ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ დაწესებულებაში გიორგი ვაშაძეს ელოდებიან ნიკა მელიანი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი და კვირის ბოლოს დაანონსებული არის, რომ გივი თარგამაძის საქმეზეც გადაწყვეტილება გამოცხადება, რაც სავარაუდოა, რომ იდენტური იქნება გადაწყვეტილება და მასაც კვირის ბოლოს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ.